რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი ზემო ეწერში საკუთარ სახლში გადაასვენეს. 24 წლის ახალგაზრდას ქვემო ქართლის სამხარეულოს ბიუროში უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. სწორედ სამედიცინო დასკვნამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი, იყო ეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ექსპერტიზის ბიუროსთან ჯიდო ფირცხელიანის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ. ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. 13 დღით ადრე დაგვირეკა და გვითხრა, რომ უდოზე პასუხი უარი მოუვიდა. ხო და არაფერი პირიქით თვითონ გვამხნევებდა და გვეუბნებოდა, რომ არ ინერვიულოთო. მე გამოვრიცხავ, იმიტომ რომ მე 6 წელია რაც მე ვნახულობდი ჩემ ძმას და ჩემი ძმის სახეზე აი ერთი ისე არ მინახია, რომ ან დათრგუნული ყოფილიყო, ან რაღაცა პირიქით ამ ცოტა წელი რო ქონდა დარჩენილი, უხარო და გამოსვლა და დღეს ეს რატო გააკეთა, არ ვიცი. მე ვერ წარმომიდგენია ეგ რო თავს მოიკლავდა. ეკლესიური იყო, ეკლესიურად ცხოვრობდა, თავს არ მოიკლავდა. რომ მაგის გჯერა ამბობდა თვითონ, რომ ეხლა ამბობენ, რომ იმაშრება ვერ გადაიტანაო, უდოზე უარი მოუვიდაო. ეს ტყვილი. თავს არ მოიკლავდა. თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებენ არც გარდაცვლილის მშობლები. ფირცხელიანის დედაყვება, რომ ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე ის შულს ტელეფონით ესაუბრა და მას თავის მოკლის მოტივი არ ჰქონია. გუშინ წინ ველაპარაკე. აქეთ მომხნევებდა დედაო. კარგად იყავითო ჩემ გამოსვლამდე, მე ყველაფერს გავაკეთებ, ხო იცითო როგორი ვარო და კარგად იყავითო, თავს მოვარიო, არაფერი არ გააკეთო. სულ ამას მარიგებდა. არაფრით აიგეუბნები, არ მოიკლავდა ის თავს, არაფრით. თვითონ გვარიგებდა თქვენ იყავით კარგად და მე რა დამჭავა, გამოვალმოდი და ეს შევიტყვეთ დღეს. არაფერი მიზეზი არ ქონდა, საერთოდ არაფერი. მომხდარის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა სასჯელ ახსრულების მინისტრმა. უწყების განმარტებით საქმის ძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიიყვანას გულისხმობს. სამინისტროს განცხადებით გარდაცვლილის თანამოსაკნეები აცხადებენ, რომ 24 წლის ჯიდო ფირცხელიანმა თავი მოიკლა. ღებრიშვილის უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მკვლელობის ფაქტზე არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი პატიმარის სხვა მსჯავრდებულები საფიქფარეშოში იპოვეს. გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურის ზედამხედველობით. უკვე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა და ველოდებით დასკვნას. ასევე მინდა განმარტო, რომ ევროკონვენციით აკრძალულია საფიქფარეშოში ვიდეო თვალის დამონტაჟება. ამიტომ შემთხვევის ადგილის ვიდეო აღნოსხვა ვერ მოხერხდა. რომ თანამოსაკნეები, მათ შორის გარდაცვლილის დეიდაშვილი, რომელიც იმავე საკანში იხდიდა სასჯელს, აცხადებენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. მინისტრს საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში განთავსებულ პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ამ ინციდენტის შემდეგ საპატიმროში ვითარება დაიძაბა, თუმცა სასჯელ ახსრულების სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მეუღლესთან შევდივარ ეხლა და გუშინ არ დაურეკია. იცი დღეს პაიმანი მქონდა და არ ვიცი რა ხდება. რაღაცა მაგდაგვარი ცოტა ის რთული კი რაღაცა ნამიოკებით მითხრა, მაგრამ ეხლა ტელეფონში მაინც ცდილობს, რომ ეს ერთმანეთზე ნუ არეულობა არისო რა. აკმეებში რა ხდება ეს კეთება? არეულობა და თუ ვერ დავრეკე არ ინერვიულობ. რუსთავის ციხეში 24 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ნაციონალური მოძრაობა პენიტენციურ სისტემაში ეგრეთ წოდებული მაყურებლის ინსტიტუტის არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლებას კრიმინალთან აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ გამოძიება, რომელიც უკვე დაწყებულია, ყველა კითხვას პასუხს გასცემს. ასეთ ფაქტებს განსაკუთრებული ყურადღება და განსაკუთრებული ძალისხმევა ჭირდება, რომ ნახოთ რამ გამოიწვია ეს მიზეზი და ეს სამწუხარო შედეგი. ვიცი, რომ მე ვესაუბრე სასჯელ ახსრულების სამინისტროს, გამოძიება მიმდინარეობს. ოჯახს ჭირდება ეხლა პასუხები კითხვებზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთი რომ გამოვიძიო და მეორე ესეთ ფაქტები არ ხდებოდეს. მაყურებლების ინსტიტუტი მძლავრობს ციხეში დღეს სიტუაციას რეალურად მაყურებლის ინსტიტუტი მართავს და ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ციხეში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი, ვინაიდან ამ ხელისუფლებას არ აქვს ადეკვატური პასუხები აი ესეთ ტიპის დანაშაულზე. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2014 წელს სასჯელ ახსრულების სისტემაში მსჯავრდებულის გარდაცვალების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს კი საპატიმროში 16 პატიმარი